საქართველოს პოსტასთვის მიმდინარე წელი საკმაოდ დატვირთული იყო, მათ შორის პოსტამ დაასრულა უმნიშვნელოვანესი ინდექსაციის პროცესი. ამავდროულად ქვეყანაში გაზრდილი ონლაინ ვაჭრობის კვალდაკვალ გაიზარდა მოთხოვნა საფოსტო მომსახურებებზეც. რა სიახლეებითა და გამოწვევებით იყო დატვირთული წელი საფოსტო მომსახურების, სწორედ ამ თემებზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ სტუმართან ერთად. ლევან ჩიკვაიძე, საქართველოს პოსტის გენერალური დირექტორი გვერდია ბიზნეს პოსტის სტუდიაში. მოგესალმებით ბატონო ლევან, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. შევადრებშვიდობის, მადლობა მოწვევისთვის. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. საუბარი მინდა დავიწყო 2024 წლის შეჯამებით, ბატონო ლევან, რა პროექტები განახორციელა საქართველოს პოსტამ მიმდინარე წელს, როგორი შედეგები დადგა და რა გამოწვევებს წააწყდით? მადლობა კითხვისთვის. ალბათ უნდა დავიწყო საუბარი იმით, რომ საქართველოს პოსტას რაც აქვს ვალდებულება აღებული სახელმწიფოს წინაშე და დანარჩენი მისი პარტნიორი 192 ქვეყნის წინაშე, ეს ვალდებულება ზედმიწევნით ყოველწლიურად უკეთესი და უკეთესი ხდება, ხარისხობრივი მაჩვენებელს გულისხმობ, ეს რაც თავისთავში გულისხმობს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთგვაროვანი ტარიფით მაღალი ხარისხის მომსახურება, როგორც დიდ ქალაქებში, ისე რეგიონებში. ამას პოსტა ყოველწლიურად აუმჯობესებს თავის შედეგებს და მომავალი წლის დასაწყისში უნდა დაველოდოთ ასევე საერთაშორისო შედეგებს, რომელიც ყოველწლიურად ქვეყნდება და როგორც წესი საქართველოს პოსტა ერთ-ერთ საუკეთესო ადგილს იკავებს ხოლმე ხარისხის შეფასებისას. ეს პირდაპირ ვალდებულება რაც გახლავთ საქართველოს პოსტის, ამის შესრულება გასულ წელსაც ანალოგიურად მაღალი ხარისხით შესრულდა და განსაკუთრებით გამოვყოფდი განსაკუთრებულ საკითხს, რომელიც 2024-ში წამოიწია, ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა ამაზე აქტიურად მუშაობს და ასევე საქართველოს პოსტაც რა თქმა უნდა ჩაერთო ამაში. ეს გახლავთ საგანგებო მდგომარეობაში თუ როგორი უნდა იყოს საფოსტო საქმიანობა, ერთგვაროვანი სამოქმედო გეგმა რო გაიწეროს ყველა ქვეყნისთვის. ეს გახლავთ მიწისძვრა, ეს გახლავთ კიდე სხვა გვარი ბუნებრივი შედეგების, უარყოფითი შედეგების დადგომა, ეს გახლავთ საომარი მდგომარეობა, ამიტომ ახლა ხდება მოკრეფა ინფორმაციის ისრაელისგან, უკრაინისგან, თურქეთისგან, სადაც მსგავსი სიტუაციები შეიქმნა და პოსტისთვის არც ისე ადვილი აღმოჩნდა ოპერირება იმ გარემოში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მსოფლიოში არ დამდგარა. განახლება საჭირო იმ დოკუმენტების, რომელიც აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს, თუმცა იმდენად მოძველებულია, რომ დღეს ამითი მოქმედება შეუძლებელია. საქართველოს პოსტაც ამაში აქტიურად არის ჩართული. მე შეგახსენებდით, რომ პანდემიის დროს საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა პოსტა და გაართვა თავის ამოცანებს, რაც თავის მოქალაქეებთან მიმართებაში ჰქონდა და ერთ-ერთი იყო, ვინც წინა ხაზზე იდგა პანდემიურ გარემოში და ჩვენს მოქალაქეს ყველა საჭიროებას უკმაყოფილებდა. აი ანალოგიური მზადყოფნა უნდა ჰქონდეს ყველა სხვა გარემოს დადგომის შემთხვევაში და დღეს მსოფლიო საფოსტო კავშირის რესურსი და პოსტ-ევროპის რესურსი აი ამ მიმართულებით არის გადართული, რომ ერთიანი დოკუმენტი სამოქმედოდ ყველა ქვეყნისთვის შეიქმნას და ამაშიც ჩვენ აქტიურად მონაწილეობს თუ არა ერთ-ერთი ინიციატორები. კი ბატონო. ბატონო ლევან, მე მინდა გითხოთ ფინანსურ მაჩვენებლებზე 2023 წლის ფინანსური მაჩვენებლები გამოქვეყნდა საქართველოს პოსტის, რა შედეგები არის ამ კუთხით? ფინანსურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით ხშირად არის ხოლმე გაუგებრობა, ეს არსებული კანონმდებლობის მიხედვით შეფასებული ფინანსური შედეგი შეიძლება მინუსით გამოიყურებოდეს, მაგალითისთვის 2023 წელი საოპერაციო მინუსი დაფიქსირდა 2.100.000, თუმცა ეს ჩვენთვის ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს პოსტამ მოიგო 8.900.000 და რატო ვამბობ ამას? 11 მილიონის არის სიზღირებულება, რასაც ახლა ვალდებულებით ნაწილს გულისხმობ და ეს საიდანაც უნდა ფინანსდებოდეს. ამ შემთხვევაში ჩვენი მოდელი ასეთი გახლავთ, რომ ჩვენ ზოგიერთი პროდუქტიდან, მომგებიანი პროდუქტიდან მიღებული მოგებით ვაფინანსებთ იმ უნივერსალურ საფოსტო მომსახურებას. არის ქვეყნები, საიდანაც ამას პირდაპირ ბიუჯეტიდან იღებენ, რა თქმა უნდა, თუ ბიუჯეტიდან არ მიიღებს ამ თანხასის მინუსში აღმოჩნდება და ეს 11 მილიონი ამ საქართველოს პოსტის თანამშრომლებმა იმუშავეს კარგად, მოიგეს 8.900.000 და დააფინანსეს უნივერსალური საფოსტო მომსახურება. მხოლოდ 2.900.000 აღმოჩნდა მინუსში. ეს არ არის უცხო ევროპული ქვეყნებისთვის, მათ შემდეგ რაც ლიბერალიზაციის პროცესი დაიწყო, ანალოგიური ხდებოდა და ხდება ევროპის ბევრ ქვეყნებში, აღარ ხდება მაგალითისთვის ისეთ ქვეყანაში, როგორც არის გერმანია. გერმანია ამ თავის მინუს, Deutsche Postis მინუს აბალანსებს, აფინანსებს DHL-ისგან მიღებული, DHL იმის საკუთრებაშია, DHL მომგებიანი პროდუქტია. DHL-დან მიღებულ მოგებით აფინანსებს Deutsche Postis მინუსს. ამ შემთხვევაში საქართველოს პოსტა თავის ელექტრონული კომერციით, მალეო და სხვადასხვა მომგებიანი პროდუქტებიდან მიღებულ
მოგებით აფინანსებს აი ამ 11 მილიონს. ამ შემთხვევაში გასულ წელს 23 წელს უпростоრად მოხდა 8.900.000 დაფინანსება და 2.100.000 აღმოჩნდა მხოლოდ მინუსში. ახლა დამეთანხმებით, რომ არ არის ადვილი იმ პროდუქციას თავისი რეინვესტირება ჭირდება და კონკურენცია მაღალია. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2000-ზე მეტი კომპანია საქართველოში დღეს საფოსტო საკურიერო მომსახურებით დაკავებული, კონკურენცია ძალიან მაღალია, თუმცა პერსპექტივები ძალიან დიდია ყველა კომპანიისთვის და ჩვენი მიზანიც კონკურენციასთან ერთად გახლავთ ის, რომ განვითარდეს ეს ბაზარი და რაც უფრო მეტი ისეთი ძლიერი კომპანია გაჩნდება ბაზარზე, ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ეს პირიქით პოზიტივის პუნქტია და შეიძლება საბოლოოდ სინერგია ვიპოვოთ ისეთი, რომელიც მომხმარებლის კეთილდღეობაზე აისახება. ანუ ხარისხიც გაუმჯობესდება და ტარიფიც შემცირდება. კი ბატონო, მალე ვახსენეთ თქვენ ელექტრონული კომერციის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს პოსტამ ახალი პროდუქტი მალეო შექმნა. უფრო მეტი რომ გითხრათ ამ ახალი პროდუქტის შესახებ, პროექტის შესახებ და რა გამოარჩევს მას კონკურენტებისგან? მალეო ელექტრონული კომერცია გახლავთ, რომელიც არაფრით არ განსხვავდება სხვა ბაზარზე მონაწილე ბიზნესებისგან, რომელიც ანალოგიურ ბიზნესს აკეთებენ. ეს არის სასაწყობე მეურნეობების სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ხდება აკუმულირება იმ ელექტრონული გზით შეძენილი გზავნილის, რომელიც საქართველოსთან განხორციელდა შესყიდვა და შემდეგ იმისი ტრანსპორტირება საქართველოში. მალეოს გამოარჩევს ის, რომ ჩვენ საკმაოდ ფართო და ძლიერი ქსელი შევქმენით ევროპის ტერიტორიებზე, თითქმის ყველა ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი ევროპის და ძალიან სწრაფად ხდება ამ პროდუქტის ადგილზე მოწოდება და ყველაზე მნიშვნელოვანი ისევ უბრუნდები იმ ვალდებულებით ნაწილს, აი აქაც მივაქციოთ ყურადღება, რომ ჩვენი პროდუქტი მალეოს მომსახურება ერთი და იგივე ტარიფია, როგორც თბილისში, ისე მაგალითად ქედაში, ხულოში ან ყაზბეგში ან მთელი რეგიონის მასშტაბით. მთელი ქვეყნის მასშტაბით. სხვა შემთხვევაში, სადაც დაბალია საოპერაციო ხარჯი, თბილისში უფრო დაბალ ფასად იღებს მომსახურება სხვა კომპანიისგან, მაგრამ მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები, ხარაგაულში მცხოვრებისთვის უფრო მეტია ტრანსპორტირების გადასახადი. მალეო გამოირჩევა იმით, რომ ერთგვაროვანი ტარიფი აქვს, ისეთივე დაბალი ტარიფი აქვს ჩვენს მოქალაქეს მაღალმთიან რეგიონში, როგორც აქვს მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში. ამით გამოირჩევა მალე. კი ბატონო, ბატონო, რამდენჯერმე ვახსენეთ, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გააქტიურდა ონლაინ გამოწერები. მათ შორის მიმდინარე წელს იყო განსაკუთრებით ბუმი ჩინეთთან დაკავშირებით. საინტერესოა, ამ პროცესში საქართველოს პოსტა რა კუთხით არის ჩართული, რა ახალი შესაძლებლობები გააჩინა, ასე ვთქვათ, გაზრდილმა ონლაინ გამოწერებმა და ასევე გამოწვევები თუ გამოიკვეთა. ძალიან დიდი გამოწვევა ქვეყნისთვის, გამომწერისთვისაც და რა თქმა უნდა, იმ კომპანიისთვისაც, ვინც ამ მომსახურებას აწვდის. საქართველოს მოქალაქეები ძალიან გააქტიურდნენ და ონლაინ პლატფორმებზე შესყიდვა აი კატასტროფული სისწრაფით იზრდება, ყოველდღიურად ალბათ და ამას ჭირდება მომსახურება. ამას შესაბამისი რაოდენობის რესურსი ჭირდება ამ კომპანიების და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ნეგატიური მოვლენებიც გამოიწვია, რომელზეც დიდად არ მსიამოვნებს ამაზე საუბარი, მაგრამ რაღაცა დოზით, თუ კი საქართველოს პოსტამ უნდა აღვნიშნო რაღაცა დოზით, საქართველოს პოსტამ ჩვენი პირველი პრინციპი იყო ის, რომ დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად 2013 წელს ძალიან მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, მაშინ დავიწყეთ ამაზე მუშაობა. საფოსტო საქმიანობა დაფუძნდა საფოსტო სერვის ცენტრზე, ანუ ლოკაციაზე, საფოსტო სერვის ცენტრის და ადრესატის მისამართზე. მისამართების პრობლემა ქონდა და დღეს ბევრად გაუმჯობესებულია, თვითმმართველ ერთეულს დამისამართებული აქვს უკვე თითქმის ყველგან უმისამართო საცხოვრებელი ადგილი აღარ არსებობს, მაგრამ საერთოდ არ გქონდა საფოსტო ინდექსი, გქონდა რომელიც უბრალოდ არ მუშაობდა. საფოსტო ინდექსიც დამუშავდა, შეიქმნა ერთიანი პლატფორმა, რომელიც დანარჩენ ქვეყნებს მსოფლიო საფოსტო კავშირის საშუალებით მიეწოდა, არსებობს ელექტრონული ბაზა, სადაც მისამართს მოყვება თავის საფოსტო ინდექსი და საფოსტო ინდექსის მისამართის შემადგენელი ნაწილია. ამიტომ მიწოდებაც მთელი ფილოსოფია პოსტის არის ის, რომ მიწოდება უნდა მოხდეს ან საფოსტო სერვის ცენტრში, ან მისამართზე. აი ამაზეა აგებული კონცეპტუალურად საფოსტო საქმიანობა და დღეს მივიღეთ ნაწილობრივ ისეთი შედეგი, როგორითაც მაგალითად დავემსგავსეთ ისეთ ქვეყნებს, სადაც
მაგალითისთვის აი ბანგლადეში, მაგალითად ინდოეთის ის ტერიტორია, სადაც მისამართები არ არსებობს და მანქანა დგას ქუჩაში, საბარგული ახდილი და იქიდან სატელეფონო ზარით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მოქალაქისთვის ეს მიუღებელი უნდა იყოს, იმიტომ რომ ის სოციოლოგია, რომელიც აი ამ დარგთან მიმართებაში ჩამოყალიბდა, ვიმეორებ, რომ მისამართზე მიწოდებით არის, მიწოდებაზე აგებული მთელი საოპერაციო პროცედურა, ან სადღაც ლოკაციაზე, სადაც აკუმულირება ხდება. შეიძლება იყოს საფოსტო სერვის ცენტრი, შეიძლება იყოს ლოკერი, მაგრამ არა ქუჩაში გაჩერებული მანქანით საბარგულიდან გაცემული გზავნილები, რომელსაც არც კი სრულდება მოქმედება, ჩვენი ყველა გზავნილი ხელმოწერით ბარდება და ეს იცვლება როგორც საბაჟო ადმინისტრაციებს მიეწოდება, ისევე გამომგზავნ ქვეყანას და ელექტრონულად მყისიერად ხდება ამის ასახვა. რაც დაირღვა ნაწილობრივ და ნუ ვფიქრობ, რომ რაღაცა დროის მანძილზე ეს კომპანიებიც ალბათ მიაღწევენ იმ დააკმაყოფილებენ იმ საკანონმდებლო საერთაშორისო მოთხოვნებს, რომ აი მსგავსი არ აირიოს საფოსტო დარგი იმგვარად, რომ შემდეგ უკან დაბრუნება გაგვიჭირდეს. კი ბატონო. ბატონო ლევან, სატარიფო პოლიტიკაზე მინდა გკითხოთ, როგორია დღეს ქვეყანაში მოქმედი ტარიფები? ან ხომ არ იგეგმება ახლო მომავალში ტარიფების გადახედვა, ან გაზრდის, ან შემცირების თვალსაზრისით? ტარიფები საქართველოს პოსტას ვიმეორებ, რომ თავის ვალდებულებებიდან გამომდინარე უნივერსალურ საფოსტო მომსახურებაზე აქვს ის ძალიან დაბალი ტარიფი, რომელიც საბაზროსთან მიმართებაში ძალიან დაბალია, მაგრამ ყველა სხვა დანარჩენ პროდუქტზე გვაქვს ისეთი ტარიფი, რომელიც საბაზრო მდგომარეობა მოითხოვს და აი სწორედ ამას ვამბობ, რომ აი ბევრი კომპანიის კონკურენტი კომპანიების გამოჩენა ბაზარზე საბოლოო ჯამში უნდა მიგვიყვანოს იმისთვის, რომ მომხმარებლისთვის მივიღოთ უკეთესი შედეგი. კონკურენცია ვითარებს თვითონ კომპანიასაც უფრო მეტი შრომის ჩადება გჭირდება, მეტი ინტელექტუალური რესურსის გამოყენება, რომ დახვეწო პროცედურები, შეამცირო საოპერაციო ხარჯები, რომ შედეგი დააყენო ის, რომ დაბალი ღირებულება ქონდეს პროდუქციაზე. დღეს ვფიქრობ, რომ საქართველოს პოსტას ყველაზე დაბალი ტარიფი აქვს, როგორც საერთაშორისო, ასევე ქვეყნის შიგნით და ეს დიდწილად ვალდებულებიდან გამომდინარეა, მაგრამ ეს ალბათ ხასიათიც არის, ბუნებაც უკვე კომპანიის და ყველა ტარიფთან მიმართებაში ვცდილობთ, რომ ხელსაყრელი იყოს მომხმარებლისთვის და ასევე მაშინ უნდა აღვნიშნო აი ამისი კარგი გამოხატულება. მე როცა ვახსენე თქვენთან, რომ შევქმნით საკმაოდ ძლიერი ქსელი, ისეთი მაგალითად როგორც DHL-ს აქ ახლა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ჩვენც შევქმნით ესეთი ქსელი ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში სახმელეთო გზით ხდება გაცვლა და რაოდენობრივად ჯამურად ყველა პროდუქტის ერთად ძალიან გაიზარდა ქვეყნიდან ექსპორტი. ეს არ არის ახლა კომერციულ ტვირთზე არ ვლაპარაკობთ ჩვენ ვლაპარაკობთ ფიზიკური პირის გზავნილებზე. თუ კი ადრე ძირითადად იყო რომ ქვეყნის გარედან უგზავნიდნენ ჩვენ მოქალაქეს და ეს სხვაობა 1-100-თან იყო შეფარდება, ახლა შეიცვალა და სადღაც 40%-ით გაიზარდა ქვეყნის გარეთ ჩვენი მოქალაქის მიერ გაგზავნილი ამანათების რაოდენობა და ჯამური წონა. ნუ ეს რაღაცაზე მეტყველებს, ჩვენ წელი არ დასრულებულა, ეს შედეგები კიდევ წლის ბოლოს დაზუსტდება და ამის ანალიზსაც გავაკეთებ და ვფიქრობ საინტერესო მოვლენასთან გვაქვს საქმე, ასეთი მზარდი არასდროს არც ერთ წელიწადს არ ყოფილა ქვეყნის გარეთ გაგზავნილი ამანათის წონა და რაოდენობა. დასასრულისკენ მივდივართ და უნდა გითხოთ გეგმების შესახებ, რა ახალ შესაძლებლობებს მისცემს ინდექსაცია, რომელიც უკვე დასრულდა საქართველოს პოსტას და ასევე რა სიახლეებსა და გეგმებს უნდა ველოდოთ საქართველოს პოსტისგან. ინდექსაცია მოგწევს იმას, რომ ჩვენ დავზოგავთ საოპერაციო ხარჯებს და შესაბამისად საშუალება გვექნება, რომ პროდუქციის ღირებულება თვითღირებულება უფრო ნაკლებით განისაზღვროს, შესაბამისად აისახება მომხმარებელზე, რომ დაბალი ღირებულებით მიიღებს იგივე მომსახურებას. რა თქმა უნდა, მუშაობთ ყოველწლიურად IT მიმართულებით, რომელიც მათ მეტად დახვეწა გვჭირდება ელექტრონულ კომერციას, რომ მოვერგოთ, მაგალითისთვის ახლა თიმუსთან თიმუს დიდი პლატფორმაა, მასთან ინტეგრაციისთვის საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა და არ ვეცადეთ და არ შევყევით იმ ბაზარს, რომ პირველივე ჩვენ ყოფილიყავით, ვინც ამ პროდუქტს მიიღებდა, დავასრულეთ ინტეგრაცია და რამოდენიმე დღის წინ ზომიერად დავიწყეთ მოწოდება და არა ისე როგორც დასაწყისში აღმოჩნდა, რომ ძალიან დიდი რაოდენობით
მის საშუალება გამოეყიდათ შეეძინათ ქართველებს და შემდეგ ამისი გატარება ვეღარ მოხერხდა, ვეღარ საბაჟო ტერმინალებმა გაატარა და შემდეგ საკურიერო მომსახურება არ აღმოჩნდა მზად იმისთვის, რომ ეს ადგილზე მიეტანათ. ჩვენ არ გვინდა რომ ხარისხი დაგვივარდეს, ამიტომ ვეთანამშრომლებით ყველა ასეთ კომპანიას ჯერ უნდა პროგრამული ინტეგრაცია მოხდეს და ვიმეორებ, რომ ეს პროგრამული ინტეგრაცია ჩვენთვის მარტივი არ არის, იმიტომ რომ ყველა ქვეყანასთან იცვლება ეს მონაცემები და ერთ-ერთი ჩვენ ვართ, ვინც საბაჟო ადმინისტრაციებს წინასწარ უცვლის ინფორმაციას, მაგალითად ახალ ზელანდიაში რომ დარეგისტრირდა სადღაც სერვის ცენტრში გზავნილი, ჩვენი საშუალებით საბაჟო ადმინისტრაცია იღებს ამ გზავნის შესახებ უკვე ინფორმაციას, რომელიც ჯერ არ არის მოხვედრილი საქართველოში. ანუ აი ისევ ამ ტექნოლოგიური დახვეწის გზით მივდივართ გზა მიგვიყვანს იქამდე, რომ შევამციროთ საოპერაციო ხარჯი და შესაბამისად მომსახურების ხარისხი გაიზარდოს, ღირებულება იყოს ადეკვატური სოციალურ გარემოსთან. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. გისურვებთ წარმატებებს. მაყურებელს შევახსენებ, ლევან ჩიკვაიძე საქართველოს პოსტის გენერალური დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი და ვაჯამებდით მიმდინარე წელს და ამავდროულად ვსაუბრობდით საფოსტო სექტორში მიღწევებსა და გამოწვევებზე.